მადლობა გადაგიხადოთ და ვისურვო რომ მომავალწელსაც და მე ხასოს ვარ ყოველთვის ორპარტიული და მრავალპარტიული ჩვენი მხარდაჭერით იმისათვის რომ საპარლამენტო კონტროლის დაწესება დიდი მადლობა რომ ეს პირველად უკვე დიდი მადლობა მოწვევისთვის პატივცემულო კოლეგებო დეპუტატებო კომიტეტის წინაშე რასაც მივე სამოსახლოვანსკავდებ დღეს ჩვენ ანგარიში ჩავაბარეთ თავდაცვის და უშიშრობის კომიტეტის გასვლით ცდომას გენერალურ შტაბში ჩვენი ფინანსური ხარჯების შესყიდვების შესახებ იყო პრაქტიკულად საუბარი ყველა მიმართულებაზე ჩვენი შეერაღებული ძალების განვითარების ინფრასტრუქტურული ასე ვთქვათ პროექტების განხორციელების დეპუტატებს აინტერესებდა თუ ამ ბიუჯეტში რომლის გაზრდა არ მოხდა მომავალ იქნება თუ არა ის შესაძლებლობები რაც დაგეგმილი ჰქონდა შექმნილი თავდაცვის სამინისტროში ამაზე გაეცათ პასუხები და აინტერესებდათ რა თქმა უნდა გასული ანგარიში წლის ხარჯებში როგორ მოხდა თანხების მობილიზება ეკონომია რომელიც ჩვენ კონკურენტულ გარემოში ჩატარებული ტენდერების პირობებში დავაგროვეთ როგორ გადანაწილდა ასე ვთქვათ ჯარისკაცების პირობების გაუმჯობესებაზე მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით და მინდათ გითხრათ რომ ყველანი როგორც თავდაცვის სამინისტრო გაერთიანებული შტაბის და დეპუტატების ერთობლივი ასე ვთქვათ შეფასება იყო რომ ეს ტრადიცია რომელსაც ჩვენ ჩაუყარეთ საფუძველი 2013 წელს რომ ესეთი მოხსენებით ფინანსური მოხსენებით წარდგეს თავდაცვის სამინისტრო არის ძალიან მნიშვნელოვანი დობის აღდგენაში საზოგადოებრივი თანხების ხარჯვის კუთხით თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მე ასევე ძალიან მადლიერი და კმაყოფილი ვარ დეპუტატების რომლებიც მრავალპარტიულ მხარდაჭერას ყოველთვის უცხადებენ შეერაღებულ ძალებს. დეპუტატებს ჰქონდათ მთელი რიგი კითხვები, რაზეც ამომწურავად ისაუბრეს როგორც მინისტრმა, ისე გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა. მართლაც ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა თავდაცვის უწყებაში ბოლო წელს. ძალიან კარგი გეგმები აქვს სამინისტროს, ამიტომ ჩვენთვის ეს ყველასთვის სასიხარულო იყო და ჩვენ ყველა აღვნიშნავთ ხოლმე რომ როგორც უმცირესობისთვის, ისე უმრავლესობისთვის ქვეყნის თავდაცვა ეს არის ჩვენი გამაერთიანებელი პოლიტიკური გზავნილი ყველასთვის. ამიტომ ჩვენ როგორც რიგითი ჯარისკაცები მხარში ვდგავართ თავდაცვის სამინისტროს და დაინტერესებული ვართ რომ ყველა რეფორმებში მაქსიმალურად ჩართული იყოს პარლამენტი და მივახციოთ და გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა. რაც შეეხება ანგარიში თავისთავად იყო პირველი, ამიტომ ცხადია ჩვენ პარლამენტს აქვს თავისი ფუნქციები, მათ შორის საპარლამენტო კონტროლის თვალსაზრისით, ამიტომ შევთანხმდით რომ მომავალი ანგარიში უფრო ყოვლის მომცველი იქნება და ჩვენ უკვე თანმიმდევრულად მივყევით თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე პროცესებს, რათა მაქსიმალურად ინფორმირებული ვიყოთ და ანგარიშისთვის მზად ვიყოთ ყველა საკითხისთვის. და მთავარი ჩვენი მხრიდან არის რომ არა მხოლოდ მოვისმინოთ, არამედ ჩვენი რეკომენდაციებით, შენიშვნებით, წინადადებებით გავაძლიეროთ თავდაცვის უწყება.